ბათუმის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ჯუმბერ თავართქილაძე ზურაბ ბერიძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და ადგილობრივებს ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის განხორციელებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ზურაბ ბერიძის ქუჩის მცხოვრებთა განცხადებით მთავარ პრობლემას გაზიფიკაცია და სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ამომრჩეველს ხალხის პარტიის მერობის კანდიდატი გამარჯვების შემთხვევაში დაპირდა. ზაფხულში შემომთავაზეს არაერთი თანამდებობები. ჩვენი მოთხოვნა არის პირველ რიგში სანიაღვრეს მოწესრიგება, შემდეგ გაზიფიკაცია. რა თქმა უნდა, მარტო ჩემი არა, მოსახლეობის თხოვნაც არის, მოსახლეობის სახელით ვითხოვ. დაპირებები ახლა ველოდებით, დარწმუნებული 100%-იანი დღესდღეობით არავინ არა, მაგრამ რატომღაც მჯერა რომ ბატონი თავართქილაძის დანაპირები შესრულდება. კალიევის ქუჩაზე ახლა სადაც ჩვენ ვიმყოფებთ და მოსახლეობა შევხვდი, აქ მათი ძირითადი პრობლემა ეს არის გაზიფიკაცია და ეს არის კანალიზაცია მოუწესრიგებელი. ხალხს გაწვიმების ეშინია. მე შემიძლია გავუფორმო ხელშეკრულება სოკარს და თანადაფინანსების საშუალებით საზოგადოებას მივცეთ საშუალება რომ გაზიფიკაცია მოახდინოს. რაც შეეხება კანალიზაციის მოგვარება, ეს ჩემი პირდაპირ მოვალეობა და კონკრეტულად რაც მევალება იმას გავაკეთებ.